პროტესტის მეათე დღე თბილისსა და რეგიონებში გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეებს სხვადასხვა გზავნილები ჰქონდათ. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინ შეკრებილებმა ისევ მოითხოვეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა და აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლება. ხო, ფაქტია, რომ ქვეყანაში არის კრიზისი, პოლიტიკური კრიზისი, ადამიანები გამოდიან საკუთარი უფლებების დასაცავად და ზოგადად სახელმწიფოს დასაბრუნებლად კანონის ჩარჩოებში, იმიტომ რომ გასული არის სახელმწიფო კანონის ჩარჩოებიდან. აქციებს რაც შეეხება დღეს უკვე თბილისში მეათე დღე არის უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს, ხოლო გორში უკვე 32 დღე არის რაც უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. სამწუხაროდ, იმიტომ რომ არც ერთი, ასე ვთქვათ, ჩვენი მოთხოვნა არ შეუსრულებია ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას. პოლიტიკური პატიმრები ისევ ტყვეობაში რჩებიან, პოლიციელები ეგრეთ წოდებული, რომლებმაც იძალადეს აქციის მონაწილეებზე, განახორციელეს მათზე წამება, არა ადამიანური მოპყრობა და მათ შორის ყაჩაღობის ფაქტებიც კი, ანუ ქონებები წაართვეს ამ ადამიანებს, არც ერთი მათგანი არ არის გამოვლენილი და დასჯილი და რა თქმა უნდა არ არის ჩანიშნული ახალი არჩევნების შესაბამისად სამწუხაროდ გრძელდება საპროტესტო აქციები. ჯარიმებს რაც შეეხება ეს რა თქმა უნდა სწორედ მიმართულია იქითკენ რომ ჩაახშონ საპროტესტო მუხტი და ადამიანებს აღარ გაუჩნდეთ სურვილი რომ გამოვიდნენ და გამოხატონ საკუთარი პროტესტი, თუმცა ეს რა თქმა უნდა ვერაფერს ვერ შეცვლის, შეიძლება იკლოს ადამიანთა რაოდენობა აქციაზე, თუმცა ეს პროტესტი არც არ წავა, მეტიც უფრო გაძლიერდება და შეიძლება უფრო ფართო მასშტაბშიც კი გადაიზარდოს.